მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენ ქრისტეშობის სიხარულში შევიყოფებით კვლავ და მინდა კიდევ ერთხელ მოვილოცოთ ქრისტეშობის უდიდესი დღესასწაული, კიდევ ერთხელ მინდა შეგავსებოთ თითოეულ თქვენთაგანს ამ დღესასწაულის მნიშვნელობა და ძალა, რომ არა ქრისტეს შობა, რომ არა ღმერთის განსაკუთრებული და ენით გამოთქმელი სიყვარული თავისი ქმნილებისადმი, ჩვენ ვერ გადავრჩებოდი. ჩვენ დღესა ჯოჯოხეთის ტყვეობაში ვიქნებოდით, მინდა გითხრათ, ისევე როგორც იყვნენ აქამდე მანამდე ყველა ის ადამიანი, ვინც მანამდე ცოცხლობდა ქრისტეს მოსვლამდე და მის ჯვარცმამდე. არსებობდა აბრაამის წიაღი, ალბათ გახსოვთ თქვენს მინდა სახარებიდან, ესეთი ადგილი, სადაც ადამიანები, რომელნიც მართლად ცხოვრობდნენ, შეძლების დაგვარად, რა თქმა უნდა, ესეთები იყვნენ თქვათ აბრაამი, მოსე, ისააკი, იაკობი და უამრავი წინასწარმეტყველი და უამრავი მართალი ადამიანები, რომლებიც იმ დროისთვის ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, როგორც ეკლესია გვასწავლის, ისინი არ განიცდიდნენ ტანჯვას, არ განიცდიდნენ ტკივილებს, თუმცა ისინი არ იყვნენ ნაზიერები იმ საოცარ საღვთო სიხარულს, იმ ბედნიერებას, რომლისთვისაც შექმნა ღმერთმა ადამიანი, რადგანაც ის კავშირი ვეღარ აღადგინა ვერც ერთმა ადამიანმა ადამის შემდეგ. აი სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი და ამიტომ პირობითად ყველა ადამიანი, ვინც კი იყვნენ, აბსოლუტურად ყველანი ითვლებოდნენ ჯოჯოხეთში, იმიტომ რომ ჯოჯოხეთად მოიხსენიება ზოგადად ადგილი, რომელიც არ არის სასუფეველი, რომელიც არ არის ღვთისა, რომელიც არ არის ის ადგილი, რისთვისაც ღმერთმა შექმნა ადამიანი. და ეს ადგილი უკვე ვეღარ დაემკვიდრა ადამიანმა თავისი ძალით და ამიტომ ღმერთმა თავისი უსაზღვრო კაცთმოყვარებით გადაწყვიტა, რომ თავად გამხდარიყო თავისი ქმნილების მსგავსი, თავად განკაცებულიყო, თავად შობილიყო როგორც ადამიანი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. თავად ეტვირთა ყველა სისუსტე ადამიანური ბუნებისა და შემდგომ ისე გადაერჩინა კაცობრიობა და რა შემდგომარეობდა გადარჩენა? მდგომარეობდა იმაში, რომ შეიქმნა პრეცედენტი იმისა, რომ თუნდაც ერთმა ადამიანმა ბოლომდე დაამარცხა ცოდვა, ბოლომდე იცხოვრა უსოლველად, არ გაკარებია მის სულს ცოდვა, არც გონებაში, ფიქრის დონეზეც კი არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ჰქონდა მას უდიდესი ბრძოლები და თქვენ გავსვათ ეს სახარებიდანაც, როდესაც 40 დღე იმახვილა ნათლისღების შემდგომ, მივიდა მასთან ეშმაკი უდაბნოში და ეს 40 დღის ნაშიფშილარი ღმერთკაცი გამოსცადა და არაერთი შეტევა და არაერთი იერიში მიიტანა მასზე ეშმაკმა და ნახეთ, ესეც ღმერთის საოცარი სიყვარული, რომ იცოდა უკვალმა ესეც დაუშვა, რომ ეშმაკი მასაც შებრძოლებოდა როგორც ღმერთს, როგორც ადამიანს, უბრალოდ რომ გითხრათ, ანუ რა კი ადამიანის სრული ბუნება მიიღო ღმერთმა თავიდან ბოლომდე თავის სისუსტეებით, უკვე ისიც დაეშვა ამითი, რომ ეშმაკი როგორც თითოეულ ჩვენთაგანს ვებრძვის, ისე შებრძოლებოდა მასაც და მან ითვირთა თავისი ბუნებით ყველა ეს ბრძოლა, მაგრამ ღვთის მადლით და ღვთის სწავლობით, რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, მან სძლია ყველა ამ ბრძოლას, იმიტომ რომ ღმერთი იყო შეერთებული ამ ადამიანთან ერთად და როგორც გითხარით, არ მიკარებია მას სულვა დღიდან შობისა, ვიდრე აღსასრულებლად. სწორედ ეს გახდა საწინდარი იმისა, რომ ქრისტე აღდგარიყო შემდეგ, იმიტომ რომ მიზეზი სიკვდილისა, მიზეზი ხრწნილებისა, მიზეზი ჯოჯოხეთისა გახლდათ ცოდვა. ცოდვა არის სიკვდილი, ცოდვა არის განშორება ღვთისაგან. ეს გახლდათ მიზეზი სიკვდილისა და როდესაც უფალში იესო ქრისტეში ვეღარ იპოვა ეშმაკმა და ჯოჯოხეთმა, ეს მიზეზი ამიტომაც მოხდა მისი დარღვევა, ამიტომაც მოხდა მისი დამარცხება, ამიტომაც ეწოდება ქრისტეს მეორე ადამი, თუ პირველი ადამის მიერ ყველა ადამიანი ჯოჯოხეთის ტყვეობაში მოვეკეცი, მეორე ადამის, ანუ ქრისტეს მიერ ყველა ადამიანი, რომელიც უკვე ადამიანობიდან ქრისტიანობამდე ავმაღლით, ხო? კვლავ გამოხსნილი ვიქენი ჯოჯოხეთის ტყვეობიდან და კვლავ დაგვიბრუნდა სასუფეველად. მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ გავამახვილოთ აბა ყურადღება. ყველა ხდება სასუფეველის მკვიდრი, რა კი ქრისტე ჯვარზე გაეკრა და გადაამალდა. ავტომატური პროცესია, განხთობა ავტომატურად ხდება ჩვენი დაბრუნება სასუფეველში. არა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თითოეულ ჩვენთაგანს ჩვენი თავისუფალი ნება გაგვაჩნია და ჩვენ ვირჩევთ რა გვინდა, ჩვენ გვინდა უფლის გამოხსნელი მსხვერპლი თუ არ გვინდა, ღებულობ ჩვენ მას მადლიერები თუ არ ღებულობ. აი ეს არის ჩემი ძვირფასები გადამწყვეტი, აი ამაზეა
ყურადღება მისაქცევი ზოგიერთ ქრისტიანს, რომლებიც პასიურობისადმი არიან მიდრეკილნი, გონიათ, რომ რა კი ქრისტე აღდგა უკვე თავი კუჩია და რა კი თავად ქრისტიანი ქვია და გულზე ჯვარი კიდია, ასე არ არის. შეიძლება შენ ისევ ადამიანად რჩებოდე და ადამიანი თუ ქრისტიანი არ გახდა, ვერ დაიმკვიდრებს სასופველს. ადამიანები ვერ იმკვიდრებდნენ სასופველს. სასופველი დაიმკვიდრეს ქრისტიანებმა. ქრისტიანი როდის ხდები ადამიანი? როდესაც ქრისტე შეიმოსა, როგორც ნათქვამია პავლე მოციქულის მიერ არაერთხელ შეგახსენებთ ხოლმე, მე რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ ვიღებიეს, ქრისტე შემოსის. თუ შენ ქრისტეს მიმართ ნათელი იღე, უკვე ქრისტეს შემოსილი. უკვე ღმერთ შემოსილი უნდა იყო, უკვე ქრისტიანი უნდა იყო, უკვე შენ ადამიანი აღარ ხარ. უკვე შენ ახალი ადამის, ანუ ქრისტეს მიმდევარი ხარ, ქრისტიანი ხარ, ქრისტეს შემოსილი ხარ. და თუ კი ქრისტიანი ხარ, მაშინ მოდი კეთილიანება და ისე იცხოვრე და ისეთი იყოს უკვე შენი ცხოვრების წესი, როგორც ქრისტიანს შეეფერება. როგორი უნდა იყოს ქრისტიანი? პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მინდა გითხრათ, რაზეც ყოველთვის ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას, თვისება უმთავრესი ქრისტიანისა, რომელიც არის გადამრჩენელი და მაცხოვნებელი, გახლავთ თანდაბრუნ. აი, დღევანდელ სახარებაში იყო სწორედ წაკითხული ერთ-ერთი ჩემი ძალიან ისეთ საყვარელი ეპიზოდი არის, რომელიც დღეს იქნა წაკითხული. როდესაც პეტრე მოციქულს უკვე აღამდგარი უფალი ეკითხება დანარჩენი მოციქულების თანდასწრებით. სვიმონ იონასო, გიყვარმეა უთვის ამათსა, ნახეთ რა შეეუბნება. მიმართავს თან ჯერ ძველი სახელი. თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ სვიმონი ერქვა პეტრეს, და შემდგომ აბა დაარქვა მას პეტრე. რომელიც ნიშნავს კლდეს და უთხრა მას, რომ შენ დღეიდან გეწოდება პეტრე და ამ კლდეზე გავაფუძნებ მე ჩემს ეკლესიას, რომელსაც ვერ მოერევა ეშმაკი და ჭერი ჯოჯოხეთისა, ხო? პეტრე გახდა თავი მოციქულთა, მაგრამ ნახეთ რა ხდება აღდგომის შემდეგ. უფალი მას ისევ ძველი სახელით მიმართავს. რატომ? იმიტომ რომ პეტრე დაეცა. პეტრე შეცდა. რითი დაეცა? ქეთმაღლობით, ამპარტალობით. მან გადააჭარბა თავისთავად ყველა მოციქულს და მან არ დაუჯერა უფალსაც, რომელიც უწინასწარმეტყველებდა და ეუბნებოდა, რომ შენ იქნები პეტრე, რომელიც ჩემთან ნაცნობობას სამჯერ უარყო, ფიცი, ამაღამვე. პეტრე შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს, პეტრემ არ მიიღო უფლისეს მხილება, უფლისეს წინასწარმეტყველება, შეურაცხყოფილად ნაწყენად იგრძნო თავი და რა თქმა უნდა, რამოდენიმე საათში აუსრულდა მას უფლისეს ნათქვამი და წერია მერე რომ გამოვიდა გარეთ და ტირო და მწარედ. პეტრემ ძალიან განიცადა თავისი დაცემა. პეტრემ დაინახა, რომ არარაობა იყო ღმერთის გარეშე. იუდამას დაინახა ეს, რომ არარაობა იყო. იუდას მიხვდა, რომ არასწორად მოიქცა, ის ფულიც კი არა იყო, რაც უდევთავრება შეაძლიეს და მივიდა და ტაძარში დააბნია, მაგრამ ნახეთ, გაგრძელება სრულიად სხვაგვარი ჰქონდა იუდას საქციელს და სხვაგვარი პეტრეს საქციელს. აი მას ძალიან მინდა რომ ყურადღება მიაქციოთ რა, ნახეთ, ზოგს გონია რომ სინდისის ქენჩნა საკმარისია იმისთვის უცხონდეს ადამიანი, არა. სინდისის ქენჩნა ამ პარტალონსაც ემართება, თუ სულ სინდის დამწვარი არ არის და თავდაბალსაც, მაგრამ აი რა გაგრძელება მოყვება შენი სინდისის ქენჩნას, ანუ გააზრება შენი ცოდვისას, აი ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ნახეთ, ორივე ცოდვა ჩაიდინა პეტრემაც და იუდამაც, მაგრამ იუდამ ვერ მიიღო ის რომ არარაობა იყო. იუდა ვერ დამდაბლა. იუდა იმ ცოდვამ, იმ დაცემამ ვერ დაამდაბლა. იუდამ ვერ აღიარა რომ არაფერს არ წარმოადგენდა ღმერთის გარეშე. იუდას პირიქით ისევ ამპარტავანი დარჩა და როგორ მე იუდას როგორ დამემართა ეს? ვერ აპატია იუდამ თავის თავს. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს აპატიები ჰქონდა მისთვის. ღმერთი მზად იყო გულში ჩაეხუტებინა, როგორც პეტრეს შემთხვევაში მოიქცა, ხო? მზად იყო გულში ჩაეკრა იუდა, მაგრამ იუდამ თავად ვერ აპატია თავისი ამპარტავნების გამო საკუთარ თავს. ვერ შეუნდო, ვერ დამდაბლდა. ვერ მიხვდა რომ არარაობა იყო ღმერთის გარეშე და წავიდა და თავი მოიკრა. ხედავთ რა გაგრძელება შეიძლება მოხდეს ამპარტავანი ადამიანის სინდისის ქენჯნას და ამას ეშმაკი ძალიან ოსტატურად აკეთებს ხოლმე. ჯერ აგდებს სოდვაში, ძიმეცოდებში ამპარტავან ადამიანს და შემდეგ დაუწყებს საშინელ სინდისის ქენჯნას, დაანახებს თავი და ბოლომდე თავის შადენილ სოდვას
რომ ადამიანი მერე რომ ვეღარ გაუძლოს ადამიანმა და ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში და დაასრულოს ცხოვრება თვითმყოფობით, როგორც იუდამ დაასრულა. და რა ხდება თავდაპირველი ადამიანის შემთხვევაში? აი ის რაც მოხდა პეტრესთან. პეტრემ თავი დაიმტა. პეტრემ აღიარა რომ არარაობა იყო ღმერთის გარეშე. მიხვდა ამას. მიიღო ეს რეალობა. რომ ღვთის გარეშე არაფერი არ არის. და ღმერთს შეღაღა და ღმერთო მიშვე, ღმერთო მე მივხვდი რომ არაფერი არ ყოფილა. ახეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გთხოვთ ყველას რომ ეს გაიგო და გაიაზრო. ეს არის დასაწყისი გადარჩენისა, ეს არის სიმდაბლე. ეს არის ის რაც დავით წინასწარმეტყველსაც დაემართა თავის სრული დაცემის შემდეგ და უფალმა დაუშვა რა თქმა უნდა შეგნებულად მისი დაცემა. იმიტომ რომ სხვანაირად დავით უკვე ვეღარ გადარჩებოდა. იძულებული გახდა ღმერთი რომ მიეშვა დავითი თავის ნებაზე და დაენახა დავითს თავისი უსუსურობა, თავისი არარაობა. დაენახა რომ მიუხედავად იმისა რომ ღვთისაგან გამორჩეული წინასწარმეტყველი იყო, თურმე კვლელიც ყოფილა და გუშიც ყოფილა ღმერთის მადლის გარეშე და დავითმა ეს დაინახა. დაწერა მერე 50 ფსალმი და მთელი თავისი ცხოვრება ნანობდა ამ ცოდვას და არა მხოლოდ ამ ცოდვას. ყველა თავისი ცოდვა დაინახა. ეს დაემართა პეტრესაც. ეს დაემართა ყველა დიდ მამას, იცოდეთ თქვენ. ისინი უცებ არ გავხდარა დიდი მამები. ყველას დაცემის გზაა გამოვლილი და იმ დაცემიდან წამოდგომის ამის გარეშე არ ხდება გადარჩენა, იცოდეთ. თუ ადამიანმა საკუთარი არარაობა ვერ იგრძნო, ისე ვერ გაიზრდება სულიერად და ვერ გადარჩება ვერასოდეს. და ნახეთ რა ხდება პეტრესთან. უფალი ნიშნის მოგებით ეუბნება მას. თითქოს დამცინავდა. აბა ეხლაც მითხარი პეტრეო. პეტრე ხო მანამდე თავს იდებდა რომ მე ყველაზე მეტად მიყვარხარ უფალო. აბა ეხლაც მითხარი სვიმონ იონასო, ძველი სახელით მიმართავს. და ამით მიანიშნებს რომ შენ ისევ სვიმონი გახდი. შენ აღარ ხარ ის პეტრე რომელიც მე გიწოდე. სვიმონ იონასო დღესაც ფიქრობ რომ ამათზე მეტად გიყვარვა? აბა ეხლა მიპასუხე. მაშინ რო თავს იდებდი. პეტრე თავდახრილი დგას და ეუბნება. შენ იცი უფალო რომ მიყვარხარ. ნახეთ განსხვავება ძველ პეტრესა და ახალ პეტრეს შორის. მაშინ პეტრე ღმერთიდან კი არ გამოდიოდა. თავისი ამბიციებიდან გამოდიოდა. თვითონ იყო დარწმუნებული რომ როგორ არ მიყვარხარ, მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ. მე მზადა ვარ შენი გულისთვის თავი დავდო დღესვე. და ნახეთ რა დაემართა, როდესაც საკუთარ ამბიციაზე იყო მინდობილი პეტრე თავი მოციქულთა. ეხლა უკვე მიხვდა პეტრე რომ თვითონ არაფერი აღარ არის და უკვე საკუთარ თავს აღარ ენდობა და ნახეთ მისი პასუხი როგორია თავდაბლური ღმერთიდან გამომდინარე შენ იცი უფალო რომ მიყვარხარ. მე უკვე ჩემს თავს აღარ ვენდობ, მე ჩემგან აღარ გეტყვი. მაგრამ მე ის ვიცი რომ შენ იცი რომ მიყვარხარ. მე ამითი ვარ ბედნიერი. უფლის პასუხი აცოვე კრავნი ჩემი. ნახეთ დასტური რა უნდა იყოს თურმე სასულიერო პირისა ღმერთის სიყვარულისა და თუ შენ როგორც სასულიერო პირს ღმერთი გიყვარს უფლის კრავებს უნდა მოუვარო ადამიანებს ღვთის ხატებს ღვთის მსგავსებს ისინი უნდა გიყვარდეს თავგანწირულად როგორც მწყემს კეთილს რომელიც მზად უნდა იყო რომ ნებისმიერ წუთს და წამს დადო შენი თავი შენი ცხოვრებისთვის თუ კი ეს მოითხოვა სიტუაცია სამჯერ ეკითხება უფალი ამას და სამივეჯერ ერთი და იგივეს პასუხობს პეტრე მორჩილად თავდაბლად კი წერია რომ შეწუხდაო პეტრეო რადგან მესამედ შეეკითხაო უკვე უფალიო მაგრამ შეწუხდა და არა გააბრაზდა ადრე პეტრე გააბრაზდებოდა ფიცხი იყო ძალიან მაგრამ ეხლა უბრალოდ შეწუხდა და ბოლოსაც პასუხობს რომ შენ ყველაფერი იცი უფალო ყველაფერი უწყი რომ მიყვარხარ შენ იცი შენ ეს ისე უპასუხებს პეტრეს დამწყსენ ცხოვრობი ჩემი შემდეგ წინასწარმეტყველებს თუ როგორ აღესრულება ნახეთ რა ყოფილა საწინდარი ჩვენი გადარჩენისა თავდაბლობა მინდა მოგმართოთ თითოეულ თქვენთაგაც მეც მას გავლილი ეს პერიოდი მეც მაქვს ეს სულიერი გარდატეხა გავლილი და მინდა გითხრათ რომ თუ არ გაიარა ადამიანმა ეს სულიერი გარდატეხა ისე არ ხდება მისი ცხოვრება და გადარჩენა და რა არის ეს გარდატეხა
ეს გარდატეხა გახლავთ ამ პარტავნებიდან თავდადობისაკენ, სიკვდილიდან სიცოცხლისკენ, საკუთარ თავზე მინდობიდან ღმერთზე მინდობისაკენ. აი ეს თუ არ გაიარე, ეს არის პირველი ნაბიჯი, ეს არის ფუნდამენტი საფუძველი ჩვენი გადარჩენის. აი ამისთვის უნდა ვიაროთ ეკლესიაში, ამისთვის უნდა ურთიერთობდეთ ჩვენ სულიერ მოძღვართან. ამისთვის არის მთელი ჩვენი ეკლესიური ღვაწლი მოწოდებული. თუ ჩვენ ეს გზა არ გავიარეთ, იცოდეთ რომ ყალბია და ფუჭია ჩვენი სიარული ეკლესიაში, ამდენი წელიც არ უნდა ვიაროთ და როგორი გადაწყავებული საკუთარ მოხრება. თუ შენ ეს არ აგავს მიზნა და თუ შენ ამ საფუძველზე არ აშენებ შენ სულიერ შენობას, რასაც თავდაბლობა, საკუთარი თავის უარყოფა ქვია და უფალზე მინდობა და ღმერთზე სასუება და სიყვარული. ღმერთი შეგეწიოთ თითოეულ თქვენთანაც, ღმერთმა გაგაძლიეროთ, მადლი და წყალობა აგუგაბროთ, ღმერთმა მოგცეს თითოეულ ჩვენთანაც, პეტრეს მსგავსი სიმდაბლე და სინანული, რომ ჩვენც ვადიდებდეთ მასთან ერთად ღმერთით აღგავ უფალს უნეთი გულისამდე. ამინ. მოგზაურობთ